შეკითხვაზე უპასუხებდა აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც ავჭავაში დატრიალდა. ჩვენ ვიქეცით ტრაგედიიდან ტრაგედიამდე სახელმწიფოდ, სადაც საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი, არასრულწლოვნები, ჭაში, ლიფტის აი ამ რაღაცა უბედურებაში იხოცებიან და არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს ხელისუფლება. არც ბათუმში, არც თბილისში, არსად და აი ამ ბავშვების ოჯახებთან არის პირველი ხო ეს შეკითხვა არის. აი ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავს კითხოს. ამ ბავშვის ოჯახში დღეს მშვიდობაა? თუ იმ 370,000 ბავშვის ოჯახში არის მშვიდობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი. თუ იმ ბავშვების ოჯახებში არის მშვიდობა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს სკოლაში. ეს არის ქოცური მშვიდობა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩააგდეს ერთ დიდ ჭაში. ერთ დიდ ჭაში. კახი კალაძე მხოლოდ პასუხისმგებლობას იღებს უაზროს შუქნიშნების გახსნაზე. დანარჩენზე არაფერზე პასუხს არ აგებს. ეხლა ის რაც გამოაქვეყნა თბილისის მერიამ, ეს არის მორალური ადამიანების. თურმე იქ არ ცხოვრობს? არა, თან ეს უკვე ეს შეფასების საგანია რა. ეს კაცი რომელიც არაერთ გაფრთხილებას იღებს, მათ შორის მაცხოვრებლებისგანაც, რომ ეს ჭები უნდა დახურულიყო და ლიფტის შახტები უნდა ამოკეტილიყო, ხო? არაფერს არ აკეთებს და ეს უკვე შეგნებულად აკეთებენ ამას. არ აინტერესებს. ამაგეროთ ზარნაძე არის დაინტერესებული დილის 9 საათზე როგორ მოგვივარდეს 9 აპრილის მემორიალთან და მოგვიწყოს პროვოკაცია, რომ იქნებ მე დამატებითი ტენდერი მოაგებიონ აი ამ მაგარი ბიჭობის გამო. კახი კალაძე არის დაკავებული თმის მელირება როგორ გაიკეთოს ახლა თქვენს უკან გადის კადრები. ეს აინტერესებს. მე რომ მიყურებდით. არა, უკან არის ეს ბატონი კალაძის კადრები. არ აინტერესებს ამ კაცს არაფერი. გარდა ეს არის წარმოუდგენელი. ქართული ოცნების ამომრჩევლსაც მაინტერესებს რა. მათ შვილებს ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ამის მეათედი რომ მოუვიდეთ, მაშინ მაინც ამოიღონ ხმა. ეს რა უბედურება ხდება ამ ქვეყანაში და ცვლილება ამისთვის გვინდა. ცვლილება იმისთვის გვინდა, რომ არ იღუპებოდნენ 13 წლის ახალგაზრდები ლიფტის შახტებში, რომ გიორგი ანწუხელიძის გმირობა არ დგებოდეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ 9 აპრილს ვამბობდეთ, რომ ეს რუსების ხელით მოხდა, რომ აი საქართველოს პასპორტი არ იქცეს სამმარცხინო პასპორტად, რომელიც რუსეთის მომსახურე პერსონალისთვის არის განკუთვნილი. ამისთვის ვართ ქუჩაში. არავის არ და როდესაც აი ხშირად არის სოციალურ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის სოციალური საკითხი. მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში რომელიმე სააგენტო კი არ არის. სახელი და გვარი აქვს მთავარ პრობლემას. ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ამ კომისიას, ამ კომისიას აქვს 3 ძირითადი ფუნქცია. პირველი ეს არის ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერა, რომელიც გაცდა მხოლოდ ვარდების რევოლუციას და 2008 წლის ომის რევიზირებას და ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილებების რევიზირებას, გაცდა მიხეილ სააკაშვილის თემასაც, რომ მხოლოდ ის იყო ამ ქვეყანაში ბოროტება, აღმოჩნდა, რომ 9 აპრილზე ვერ ვიტყვით ჩვენ, ვინ მოაწყო. და აი ეს წაყრუებამ რომ თავიდან დაიწყო რომ ეს არის ნაცების დანაშაულის. მე ნაცების დანაშაულების მიღმა არის მიშას დანაშაულის. არა მთლიანად ვარდების რევოლუციას ეხება. სხვა პარტიებსაც ეხება. მე 9 აპრილსაც ეხება. ყველაფერს ეხება. ეს კაცი არის მოღალატე კაცო. მოღალატეა ამ ქვეყნის და არ შემოიფარგლება ეს მარტო 5 ნომრის გასამართლებით. ამას ყველას მოუწოდებ რომ ეს მალე გავიაზროთ. რაც შეეხება გიორგი გახარიას მივა თუ არა ეს არის მეორე ხარისხოვანი საკითხი. ჯერ ერთი არ უნდა მივიდეს. იმ სალომე ზურაბიშვილის საერთო ფორმატზე პირველი განცხადება რაც გაკეთდა, იყო რომ აქ ვინც ვესწრებითო, ჩვენო თან ხვდებითო რომ არავინ ამ კომისიაზე არ მივაო. გახარიას პარტიაც იქ ესწრება. თუ მივიდა, ამ შეთანხმებასაც არ ყავს. ეს ერთი. მეორე, დეპუტატია. იქ რომ მივა იმ შენობაში რომ შევა, მაინც ლეგიტიმაციას ანიჭებს, იმიტომ რომ მანდატიანი კაცია. რაში ჭირდება მაშინ ეს მანდატი? ხვალამდე გააკეთოს განცხადება და დატოვოს პარლამენტის წევრობა. რა პრობლემაა თუ მისვლას აპირებს? და მე 20 ივნისთან დაკავშირებით მე პირადად პარტიის მიღმაც, ხო? მე პირადად მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია. ეს არის პირველი ანტირუსული აქცია ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც დაირბა. დაირბა ძალიან სისხლიანად. და მე არ ვიწყებ ამის ათვლას 2024 წლის 26 ოქტომბრის მერე 20 ივნისს დაარბიეს პირველი დემოკრატიული თავისუფალი საქართველოსთვის მოტივირებული აქცია რუსული მიზნებისთვის. გავრილოვის ტყავის გამო დაგვარბიეს. ამაზე პასუხები გასაცემი აქვს ბატონ გიორგი გახარიას, მაგრამ ეს პასუხები თეატრულუკიანს არ უნდა გაცეს.
აი როგორც მასა აქვს ეს დამოკიდებულება, ჩვენ იგივე დამოკიდებულება არ გვექნება მის მიმართ. მათ შორის ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ აი მიშას ასამართლებს კაცო სანქცირებული სასამართლო, მიშას ასამართლებს FSB-ს აგენტი ფარცხალაძე, არ გვაინტერესებს, უნდა იჯდეს. ხო ამბობენ ასე. ჩვენ არ ვართ ესეთი საზოგადოება, ვამბობთ, რომ თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა მას არაფერი არ უნდა კითხოს, იმიტომ რომ მასზე უარესები არიან. და თუ ამაზე და შეკითხვები არსებობს კი არა, ადამიანს თვალისჩინი აქვს, ხო, დაკარგული და უმძიმეს დაზიანებები აქვს უამრავ დემონსტრანტს მიღებული, ხო? პასუხი უნდა გაეცეს სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი პროკურატურის წინაშე. იქ ანგარიშის ჩასაბარებლად, ჩემი აზრით, არ უნდა მივიდეს. კი ბატონო.